მინდა წარმოგიდგინო TBC ბანკის ახალი პროექტი, ახალი ინიციატივა, როგორც ყოველთვის ჩვენ ვართ შემოვდივართ ინოვაციური იდეებით და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღეც არის ამისი დასტური კიდევ ერთი და გითხრათ, რომ TBC ბანკი აგრძელებს კულტურის და ხელოვნების მხარდაჭერას. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც იქნება ახალი სივრცე, ახალი არტ სივრცე, რომელსაც ქვია არტ სივრცე კედლების გარეშე. ეს არის ადამიანებისთვის, რომლებიც ქმნიან ვიდეო არტებს და ესეთი თავისუფალი სივრცე უფასო ბუნებრივია, მე მგონი ჯერ საქართველოში არ არსებობს, თუმცა არსებობს მილიონი ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და რომელიც უკვე გზაშია და აპირებს რაღაცის გაკეთებას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ აგვერჩია ამ საქმის სპეციალისტი, კურატორი, ჩვენი მეგობარი ვადო წერეთელი, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ და ორი რამ დაგვემთხვევა ერთმანეთისთვის. ერთი, რომ ეს ეკრანი უკვე ფუნქციონირებას იწყებს დღეიდან, სადაც იქნება წარმოდგენილი 15-მდე ვიდეო უკვე ცნობილი ხელოვანების, რომლების სახელების თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ხოლო ამასთან ერთად ხვალიდან უკვე ვაცხადოთ კონკურსს ვიდეო არტების, რომლის შესაძლებლობას ტექნიკურად უკვე ვადო დაწვრილებით მოგახსენებთ და ამის შემდეგ საუკეთესო 30 ვიდეო, რომელიც იქნება გამორჩეული და გამარჯვებული, პირველი 4 გამარჯვებული მიენიჭებს ფულად პრემიას, ხოლო დანარჩენი 30 მთელი წლის განმავლობაში იქნება განთავსებული ამ ეკრანზე და იტრიალებს. ეს ნამუშევრები, ასე ვთქვათ, მისაწვდომია ნებისმიერი გამლებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც შეეხება ეს პირველი, ასე ვთქვათ, კომპილაცია არის 90-იან წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა ნამუშევრების ცნობილი არტისტების უკვე და ეს ვთქვათ არჩეული იქნა ესეთი მრავალფეროვნების კუთხით და არა დაუშვათ რაღაც კონკრეტული თემატურად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დაუშვათ ხვალიდან იქნება TBC ბანკის Facebook-ის გვერდზე ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით, რომელიც ეხლა იხსნება ოფიციალურად, ცხადდება და ამ ხელოვნების სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესეთი мотивация და წახალისება ხდება TBC ბანკის მიერ. TBC ბანკი ყოველთვის კულტურის მხარდაჭერით და ყოველთვის სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა ამას და დღეს კიდევ ერთი ახალი დღე შესაბამისად ახალი სიახლე შემოგავს. არტ-კედელი, ანუ რუსთაველზე ყველაზე განსაკუთრებულ ადგილას ჩვენი აზრით დედაქალაქში, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენ მომხმარებელს და არა მარტო მთლიანად თბილისის მოქალაქეებს ამ არტ-კედლის საშუალებით ქართული ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები და ეს იქნება ყოველთვის გამძლეობითი. ყოველდღიურად იქნება ახალი ნამუშევრები და ამ კედლის საშუალებით მოხდება ამ ახალი ნიმუშების განთავსება. და ჩემი აზრით ეს არის სიახლე და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება